მშვიდობისა საქართველო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ იმისთვის რომ დაცულები ვიყოთ ტრამვისგან, ამისთვის შესაბამისად უნდა ვიყოთ ჩაცმულები და აღჭურვილები და ჩემთან ერთად დილიდან იმყოფება ვაკო დუნდუა, სამშობლო სამსახურის უფროსი. დილა მშვიდობისა ვაკო კიდევ ერთხელ, რომელიც გვეტყვის თუ როგორ უნდა ვიყოთ შემოსილები მაშინ, როდესაც სათხილამურო ტრასაზე ვსრიალებთ. დილა მშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით. რაც შეეხება ჩაცმულობას, პირველ რიგში რომ სხეულის ტემპერატურა შევინარჩუნოთ, უმჯობესია ჩავიცოთ თერმომაისური და თერმოელასტიკი, რომელიც გვაძლევს საშუალებას რომ შევინარჩუნოთ სხეულის ტემპერატურა. ასევე უნდა ჩავიცოთ ფლისის ჟაკეტი და ასევე წყალგაუმტარი და ქარგაუმტარი დამცავ ქურთუკი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად იყოს შერჩეული თხილამურიც, ხო ვაკო? ეს თავისთავად თხილამური უნდა იყოს, თხილამურის და ბატნიკიც უნდა იყოს შერჩეული. სწორედ უნდა იყოს ეს ახლა თვითნებურად არ უნდა არჩევს ახლა დამწყებმა მოსრიალე, ეს უნდა კონსულტაცია გაიაროს პროფესიონალთან და უნდა იყოს შერჩეული, ასევე წონა დაყენებული ბატნიკის სიხის ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული. რაც შეეხება აღჭურვილობას, როგორ უნდა ვიყოთ აღჭურვილები მაშინ როცა ვსრიალებთ? აღჭურვილობა პირველ რიგში ჩაფხუტის რეკომენდაციას ხოლმე ბავშვებს ყველას უნდა ეხუროს აბსოლუტურად ჩაფხუტი, რომ თავი დაუცოთ ხოლმე ტრამვისგან. ასე უნდა გქონდეს ზურგის და ხერხემლის დამცავი რა ქვია კორსეტი, ესე გწოდებული და რა ვიცი, ანუ სათვალე თავისავად ხელთათმანები და მზის დამცავი კრემი აუცილებლად, იმიტომ რომ მით უმეტეს თებერვლის მერე უკვე მზე ძალიან ძლიერია და ძალიან ბევრ ზიანს აყენებს ხალხს. ჩემსავი ჯინსებით არ უნდა ისრიალოს არავითარ შემთხვევაში, არავინ გაითვალისწინეთ. ვაკო, ბავშვებთან ერთადაც მოდიან მშობლები დასასვენებლად მთის კურორტებზე და ხშირად ბავშვები სრიალებენ ციგით. ამ შემთხვევაში რა უსაფრთხოების ნორმები უნდა დავიცვათ? პირველ რიგში რეკომენდაციას მშობლებს ვეთხოვდი, რომ სათხილამურო სასრიალო ტრასაზე არავითარ შემთხვევაში არ გაიყვანონ ბავშვი ციგით. არსებობს სპეციალური ზონა, საბავშვო ზონები, სადაც შეუძლიათ ბავშვები უსაფრთხოდ ასრიალონ ციგებზე. რაც ეს ყველაფერი დაიცავს, რა თქმა უნდა, თავისთავად კი. გამებისგან და ოფისგან. აი, კიდევ ერთი დაუგეგმავი და ნათელი შემთხვევა, რომ ჩვენ მე დაგემშვიდობებით ახლა დროებით, დაგიბრუნდებით მომდევნო ჩართვაში, ვაკო აღმოუჩენს პირველად დახმარებას. კარგად არის ჩვენს ტურისტია მე მგონი. დროებით დაგიბრუნდებით მომდევნო ჩართვაში, კიდევ უფრო საინტერესო რეკომენდაციები